მოგესალმებით მეგობრებო. ეთერშია გადაცემა ცოდნის არქეოლოგია. მე გიბრუნდებით ჩემი ისტორიული პოდკასტების ციკლით. ჩვენ გვაქვს ძვირფასი სტუმარი. ჩვენ უამრავი არანორმალურად მაგარი და წარმატებული ეთერები გქონდა. და მინდა ეს გავაგრძელოს ტრადიცია და აი ამ ჩემს ახალ სტუდიაში მინდა რომ ხშირი სტუმარი ბრძანდებოდა. ჩვენი სტუმარია ვაჟა კიკნაძე, ისტორიის პროფესორი, დოქტორი. სპეციფიურად იმ საკითხებში, რომელშიც ჩვენ გვაქვს ბატონო ვაჟასთან ინტერვიუ, გახლავთ ამ დარგში და ამ საკითხებში საუკეთესო ექსპერტი, ასე რომ ისტორიის ანალიტიკა ახლა ამ ეთერში იქნება საუკეთესო. ბატონო ვაჟა, ჩვენ შევთანხმდით, რომ ვისაუბრებდით ძალიან საინტერესო თემაზე. თან ერთგვარი პარალელი არის თანამედროვე საქართველოსთან ესეც, რომ ვისაუბრებდით გიორგიევსკის ტრაქტატის პერიპეტიებზე, მაგრამ კონტექსტიც უნდა მოვამზადოთ, ხო? სანამ გიორგიევსკის ტრაქტატამდე მივიდოდა. ერთგვარად მინდა გავაანალიზოთ რუსეთ-ოსმალეთის ომი, ასპინძის ომის შედეგები, ეს გამოცდილება, რომელიც ერეკლემ მიიღო რუსეთთან ურთიერთობაში და ამის მიუხედავად მაინც რომ მივიდა გიორგიევსკის ტრაქტატამდე. მოდი აქედან დავიწყოთ. ხო, ნუ ახლა ეს ომი ცნობილია 1774 წელი. მაგრამ ერეკლემ მაშინ გამოცადა ნამდვილად რა იყო რუსეთის სიტყვა. ანუ გატეხდა ამ სიტყვას ყოველ ჯერზე, როცა მას ასე სჭირდებოდა. მაგრამ მაინც მან გადაწყვიტა რომ რუსეთთან გაეგრძელებინა ურთიერთობა. მაგრამ რატომ? აი რა ჰქონდა მას მიზნად და რატომ იძულებულიც კი გახდა ეს ტრაქტატი დაედო. მას იმედი ჰქონდა ნამდვილად რომ რუსეთის საშუალებით ჩრდილო კავკასიას ამ დაღესტნელების მუდმივ შემოსევებს ალაგმავდა. ეს ერთი. მერე ფიქრობდა რომ აი ამ სამხრეთით დაკარგულ ქართულ ტერიტორიებს დაიბრუნებდა. აი ეს იმედი ნამდვილად ჰქონდა მას ყველგან ფაქტურად ტრაქტატშიც არის ამაზე გადატანით. და შემდეგ ნუ თავისთავად ალაგმავდა ოსმალეთსა და ირანს, ყიზილბაშურ ირანს, მაგრამ თავარი კიდევ არის რომ შიგნით დინასტიური ბრძოლები იყო და აი ამ ბრძოლების დასამთავრებლად სჭირდებოდა რუსეთის მხარდაჭერა. აი ამ ყველაფერმა ერთად მოიტანა ის რომ მან გადაწყვიტა რომ ხო, ამას გარდა გადაწყვიტა რომ რუსეთთან დაეკავშირებინა კვლავ თავისი ასე ვთქვათ მომავალი. ამას გარდა მან სცადა ევროპასთანაც კავშირი. აი ესეც უნდა ითქვას რომ 1792 წელს ერეკლემ გააგზავნა ფაქტიურად მთელს ევროპაში ვენეციის დოშთან, ვენეციის მმართველობით ორგანოსთან, საფრანგეთის ესე იგი მონარქთან, რომელიც ნუ ფაქტიურად ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო, ლუი მე-16 და ნუ არც იცოდა ახლა ერეკლემ იქ რა ხდებოდა. შემდეგ ავსტრია-უნგრეთში ნუ ყველგან გააგზავნა, მაგრამ ეს ის მომენტია, როცა საფრანგეთში რევოლუცია არის. რევოლუცია და არავის არც ყველა ერეკლე კი არა თავისი ამბებისთვის აწყო. და ყველაზე კარგად შესწავლილია მაინც ვენეციის სენატთან მიწერილი წერილები, რატომ? ჯერის გამოაქვეყნა მიხეილ თამარაშვილმა, მაგრამ უფრო კარგად და მთელი დეტალებით, ისტორიული დეტალებით გამოაქვეყნა და შეისწავლა ლუიჯი მაგაროტომ, ეს ქართველოლოგია, ამას წინათ იყო საქართველოში ჩამოსული და მან ყველა დეტალით და ნიუანსით იპოვა ის წერილები, რაც ერეკლემ გააგზავნა მაშინ ვენეციაში და საინტერესოა რომ პირველი ორი წერილი თურქულადაც არის თარგმნილი და ორი მომდევნო არ არის საერთოდ თარგმნილი და ვერ გაიგესო იმათ საერთოდ რა სიტყოდა, იმიტომ რომ იმ პირველ ორ წერილში საკმაოდ მოკრძალებულია და მესამე და მეოთხე წერილში წერს რომ ჩემიო ესე იგი დავძლიეო ჩემი ესე იგი ასე ვთქვათ მოკრძალებულობა და აღარ მერიდება რომ ფული გთხოვოთო ჯარისთვის, რომ ჯარი შევქმნა ერთი
ოლკიო, მაგრამ ეს მესამე და მეოთხე წერილი არც კი განუხილია თქ, იმიტომ რომ ქართულად იყო და ქართულის ახლა იქ თარჯიმანი ვინ იქნებოდა და პირველი ორი კიდევ თურქულად, თურქული მაშინ გავრცელებული იყო. ასე რომ ფაქტიურად სრულიად ხო, სხვათა შორის მე თვითონვე აცნობა საგარეო საქმეთა წარმომადგენელს ბეზბოროტკოს ეკატერინეს წარმომადგენელს რომ აი მე იცოდა რომ მაინც სრულიად მისი ყველაფერი იყო გაშიფრული. ამას ჩაუდგა სათავეში პავლე პოჭომკინი. ეს პავლე იყო ფაქტიურად რუსეთის არა მარტო აგენტი და ყველანაირი წარმომადგენელი, არამედ მე ვფიქრობ აი მან აიძულა ერეკლე რომ დაედო ეს ტრაქტატი, იმიტომ რომ ყველანაირ მის მიმოწერას აკონტროლებდა, ათარგმნინებდა და რამდენიმე ათეული წერილი ყველაზე მნიშვნელოვანი არა, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი წერილები იასე ცინცაძემ გამოაქვეყნა, რომ სადაც წერია, რომ აი ჩავიგდეთ ხელში და ამას მიწერა, იმას მიწერა, ყველაფერი რუსულად თარგმნილი. რუსულად თარგმნიდა ვინმე სიმონ ეგნატაშვილი. შესაძლოა აი ამ ჩვენთვის საინტერესო გეორგიევსკის ტრაქტატის თარგმანიც, რომელიც აშკარად რუსულად არის დაწერილი და მერეა ქართულად თარგმნილი. აი ამაზე ეს ფაქტიურად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რუსეთში დაიწერა რუსულად, რუსეთში როგორ ალბათ გეორგიევსკის ციხესიმაგრეში და მერე ითარგმნა ქართულად. აი ამ თარგმანში შესაძლოა ეს სიმონ ეგნატაშვილიც მონაწილეობდა. ეს უცნობია, მაგრამ აი მე მინდა რომ აი ფაქტიურად წარმოვადგინო გეორგიევსკის ტრაქტატის ქართული და რუსული ტექსტი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო ხედია თვითონ აი ამ პროცესის. გეორგიევსკის ტრაქტატზე მეტნაკლებად ვინც ისტორიაშია გარკვეული რაღაც წარმოდგენა აქვს და ახლა ისეთი ახალი შუქი მართლა საინტერესო იქნება, მაგრამ მე მაინც მაინტერესებს ისევ იმ ომის შედეგებიდან გამომდინარე, როცა ერეკლემ მიიღო ძალიან მძიმე გამოცდილება. გამოცდილება პრაქტიკულად იყო აი ეს დოტლებენის მოქმედება, ერთგვარი გაფრთხილება, რომ აი რუსეთი როგორც თანაბარ პარტნიორს ისე არ მიგიღებს. ეს არ არის, ეს არ უნდა მიეღო ყოველ შემთხვევაში მას, რომ დოტლებენი თვითნებობს, რომ ეს რუსეთის დავალებით არ იყო, თუმცა ამ მიზეზით გაიწვიეს შემდეგ დოტლებენი ჩვენ უფრო გვარცხვენს ვიდრე პირიქით საქმეს გვიკეთებს, მაგრამ ცხადია რომ ეს მოქმედებდა იქიდან გამიღებული ინსტრუქციით, რომელმაც შეცვალა იგივე საგრძელებდა ზუსტად ესე. ხო, ანუ ეს გამოცდილება რომ მიიღო, როცა ერეკლემ ასპინძის ბრძოლის ბრწყინვალე გამარჯვების შედეგებით ვერ ისარგებლა. ანუ რას აკეთებს ამ დროს დოტლებენი? გავახსენოთ მაყურებლებს. ხო, ესე იგი დოტლებენი მართალია თითქოს ის იყო ისეთი გერმანელი, რომელიც არ ემორჩილებოდა რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებას, მაგრამ ეს არ არის სწორი, იმიტომ რომ ვიდრე კავკასიაში გამოგზავნიდა მას ეკატერინე მეორე და ის ციხეში და ფაქტიურად სასჯელს ელოდებოდა და მე ჩვენ არ ვიცით რაზე ისაუბრეს ეკატერინემ და მან და მერე გამოგზავნეს საქართველოში. ესე იგი მასთან ყველაფერი იყო შეთანხმებული. როგორ უნდა მოქცეულიყო, რა უნდა გაეკეთებინა. ასე რომ ეს არ იყო მისი რაღაც ახირებები. ეს იყო რუსეთის სახელმწიფოს უმაღლესი დონიდან მომდინარე რაც ხდებოდა მაშინ. და თვითნებობდა ძალიან არანაირად ერეკლეს არ უგდებდა ყურს, არ იგონებდა, რასაც ეთყოდა თქვა დასავლეთში იმაში ფოთში უნდა ავიღო, ფოთი უნდა ავიღო, ოსმალები იყვნენ და ამ დროს ზაფხულში ძალიან დიდი ის იყო შმორიო და ეს ჭაობიანი იყო ეს ადგილები და არა მაინც წავიდა და მე ეკატერინეს გაუგზავნა შენ სახელი დავარქი უკვე ფოთს და ჯერ აღებულიც არ ყოდა და ვერ წაიღო. ხო და ასე რომ ეს აუცნაურია რომ არ იცვლება მათი აი ეს ბუნება და ეხ ამას გააკეთებს თანამედროვე რუსი მობილური ხელში აი ჩაულებია ზუსტად იგივენაირად მოიქცა ანუ სტუმრად კი არ არის იქ უკვე მასპინძელია სადაც მიიწვია ხო და ასე რომ ასე რომ იქ მაშინ რო არ დაეხმარა გასაგებია იქ ასპინძაშიც რაც უფრო დამარცხდებოდა რამდენადაც უფრო დამარცხდებოდა ერეკლე მასთვის უკეთესი იყო და რუსული სახელმწიფოსთვის რაც უფრო დასუსტდებოდა
და შემდეგ მოკლედ აი მართლაც ბოლოს გაიწვიეს იგი, მაგრამ იმიტომ განუწყვეტლივ წერდა ერეკლე, რომ არ არის ის პიროვნება, ვისთანაც მე შევძლებ ურთიერთობას, მაგრამ დანიშნა სუხოტინი და იგივე გააგრძელა ზუსტად. ანუ პოტრებენმა შეკრიბა აზნაურები და სადავ დაეფიცებინა რუსეთის იმპერატორის ერთგულებაზე. ეს არა, ანუ ტახტის დაკარგვის ტოლფასი მცდელობა. რა თქმა უნდა და ბოლოს იძულებული გახდნენ რუსეთში, რომ აი ამ ყველა ფრის გამო რაც მერე მიწერა ერეკლემ, გაეწვიათ რუსეთში, მაგრამ რა ახალი ვინც მოვიდა იგივე. ხო, მაურმა თავის საქმე გააკეთა. სინამდვილეში არაფერი არ იყო იქ საბოტაჟის მსგავსი. ანუ მე მეფიქრება, რომ ერეკლემ ასე თქვათ ჩაუფლავა რუსეთს გეგმები, როცა ასპინძის ბრძოლა მოიგო. კი, ალბათ. მათ უნდათ რომ, ანუ წაეგო, ეს იქნებოდა მათთვის ყველაზე მაგარი სცენარი. ამ ასე თქვათ მარცხისგან გამოწვეული დეზორიენტაციით ესარგებლა რუსეთს და აი ეს მოქმედებები, რომელიც ტოტრებენმა იქ გააკეთა, რომ დააფიცა და ესაკნა და ესაკნა, ამის შემდეგ ან ერეკლე დაეთანხმებინა რაღაცა საშინელ პირობებზე, ანადა და საერთოდ დაეკარგა ტახტი და დაესვათ ვინმე მარიონეტი. იმდენი იყო თან კანდიდატი და იმდენი შვილი ყავდა თან და აუცილებლად გამოჩნდებოდა მსურველი. კი, ნამდვილად. ხო, მაგრამ ეს არ გავიდა რა ხან მან გაიმარჯვა, მაგრამ მე ფიქრობ მაინც ის იძულებული იყო ეს თავისი ნებით კი არ დადო ეს ტრაქტატი. აი ეს შეჩენილი ყავდა ეს პავლე პოტიომკინი, რომელმაც რეინექსი ეს აშკარა ის იყო მზვერავი და ადრე გააგდო ერეკლემ და მე ამ პოტიომკინის დაჟინებითი თხოვნით ისევ მიიღო თავის კარზე. ეს რეინექსის ცნობები სხვათა შორის აი ძალიან საინტერესო ცნობებია. სულ უარყოფით კონტექსტში განიხილავს ქართულ საზოგადოებას, ჩვენს ტრადიციებს. ყველაფერს უარყოფით. რაღაცები ალბათ არის სიმართლე, რაღაცებს ცნობთ, თუნდაც თანამედროვე საქართველოს ტრადიციებიდან, მაგრამ აშკარაა, რომ კალამი არის ისეთი, რომ განზრახული აქვს, რომ მარტო ცუდი დაინახოს. კი, ნამდვილად და ისთან, აგროვებდა ცნობებს აშკარად. და ამ პავლე პოტიომკინს უგზავნი და აი პავლე თითქოს იკარგება ამ საერთო დიდ მოვლენებში, მაგრამ როგორც დაწვრილებით შევისწავლე მისი ბიოგრაფია, მან ძალიან დიდი როლი შეასრულა ერეკლის დეზორიენტაციაში და რუსეთისადმი კვლავ იმისკენ მიდრიკა, რომ რუსეთთან დაედო ეს ხელშეკრულება, რომელიც ფაქტიურად, ესე იგი, რას ერეკლე იქიდან ფაქტიურად ვერაფერს ვერ იღებდა. ყველაფერი ისია გაწერილი, რომ ეს რუსეთისთვის ბევრად უფრო სასარგებლოა, გარდა იმისა, რომ დაარღვევდა რუსეთი აუცილებლად, როგორც ყველა ხელშეკრულებას არღვევს, ეს იყო მხოლოდ რუსეთის გზის გაკაფვა აღმოსავლეთში, საქართველოში და მერე მთელს აღმოსავლეთში და მე მაინც აი ფიქრობ, რომ მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს ამ პიროვნებას. მართალია, ეხლა რუსეთის არქივებში ჩვენ ხელი არ მიგვიწვდება და აქაც არ არის ბევრი ცნობები მასზე, მაგრამ რაც არის, რაც ადრე შეძლეს გამოექვეყნებინათ ქართველ მკვლევარებს, ვინც თვეობით მუშაობდა რუსეთის არქივებში, განსაკუთრებით სამხედრო ისტორიულ არქივში. აი იქიდან აშკარად ჩანს ამ პიროვნების სრული როგორ გითხრათ, აი მონდომება, რომ ერეკლე გადაეყვანა თავის რუსულ ნიადაგზე. და გააკეთა კიდევაც მან ეს და აი იცით რა, აი რატომ მინდა შინაარსზე, რომ ფაქტიურად ერეკლეს კარგად გააზრებულიც კი არ აქვს, რაზე მოაწერა ხედი. ეს არის რუსულიდან ძალიან ცუდად თარგმნილი ტექსტი, რომელიც მე მიგვირს, რომ აქამდე არავინ არ თქვა, ეს არის აშკარად ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ეს გეორგიევსკის ტრაქტატი არის რუსულად დაწერილი და ქართულად არის თარგმნილი რუსულიდან და ძალიან ხელოვნური ისეთი გამოთქმებია და ისეთი რთული ტექსტია, რომ ქართულად ის არ შეიქმნებოდა ნამდვილად. და მამის მაგალითებსაც მოვიდან, მაგრამ ეხლა რატომ
აი ერეკლეს როგორც ჩანს მაინც უკვე დაიღალა ეს იყო კავკასია იყო ამიერკავკასია ასე ვთქვათ საჭადრაკო დაბა დღეს იქ აჯიჩელაბი იყო ხვალ კიდე ვთქვათ ფათალი ხანი და შემდეგ კიდე ომარ ხანავალი მოკლედ განუწყვეტლივ უღწევოდა მას ბრძოლა და ზოგჯერ ძალიან სერიოზულად მარცხდებოდა კიდევაც მათ შორის 1752 წელს მამასთან ერთად განჯაში იბრძოდა და კატეგორიულად ყველა აღნიშნავს რომ სასტიკად დამარცხდნენ და აი მერე კი ისევ აი დაიბრუნა განჯაც ნახჭევანით მაგრამ სულ ბრძოლა იყო ამ სახანოებს შორის და ამიტომ მას დაიღალა უკვე როგორც ჩანს და ნამდვილად იფიქრა რომ აი ნუ რაღაცას მაინც მივახდე ერთი მნიშვნელოვანი გარემოება კიდე ალბათ რაც ჩემი აზრით მოტივს მატებს ერეკლეს რომ რაღაცა ალბათ შეეცვალა ან შექმნოდა თითქოს ისეთი განწყობა რომ რაღაცა პატრონს უნდა ჩაუყარო თითქოს რაც ხდება იყო ალბათ ეს მრავალშვილიანობა ალბათ გრძნობდა რომ აი მე რომ აღარ ვიქნები ესენი რასიზამენ და ჩემს მერე საერთოდ ვინ იქნება იმიტომ რომ რაღაცა აი ლიდერი კეთილშობილური სულის ადამიანი ერთი იყო მორიგე ჯარი რო შექმნა და ის აღარ არის საწავიდა როგორ გარდაიცვალა ეს უცნობია მოკლეს არის ესეთი ვერსია მაგრამ ზუსტად არ ვიცი დანარჩენი ანუ მით უმეტესით დედოფალ დარეჯანს და ამას შევეხოთ ამ პერსონაჟს მისი შვილები აი ყველაფერზე წამსვლელები არიან და ალბათ აი ამ კონფლიქტს ხედავს კი ნამდვილად აი ეს მე თქვი რომ ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც მან ეს ხელშეკრულებას ხელი მოაწერა შიდა დაპირისპირებები იყო ნამდვილად იქ რამდენი შვილი ყავდა ერეკლეს დაახლოებით ზოგიერთი ცნობით 21 შვილი 3 ცოლისგან მაგრამ ნუ თქვათ ნაკლები მაგრამ ნუ 18 მაინც ყავდა ხო და ესენი ყველა იყვნენ ძალიან ამბიციური ყველას უნდოდა პირველობა ყველას უნდოდა მეპობა და მე ნუ ძალიან ბევრი ინტრიგებს მიმართავდნენ ერთმანეთის მიმართ და ნუ რუსეთშიც აი თქვა დავითი ბატონიშვილი რუსეთში იყო განსწავლული და ისიც პირველობისთვის ცდილობდა ამის დარეჯან დედოფალი ხო თავის შვილებზე იყო გადაყოლილი და ცდილობდა მათ პირველობას ამგვარად ნამდვილად ამასაც ფიქრობდა ერეკლე რომ ჩემს შემდეგ რა იქნება ვინ ესენი დაჭამენ ერთმანეთს და ჯობია რომ ჩემს სიცოცხლეშივე უკვე გავარკვიოთ რაღაცეები და ამიტომაც მოაწერა ხელი ამ ალბედით ტრაქტატს რადგან მერე რუსეთის იმპერია ყოველთვის ამ ტრაქტატზე აპელირებდა და ნუ ფაქტიურად უკვე გადმოვიდა საზღვარს და მთელი შეაშფოთა ეს მუსულმანური სახანოებიც და ყიზილბაშებიც და ოსმალებიც რომ გადმოლახა კავკასიონი მაგრამ როცა მერე ესე იგი გაჭირდა და ერეკლეს დაჭირდა ესე იგი მათი დახმარება მაშინ ის ორი ბატალიონი რომელიც იყო შემოყვანილი ისინიც უკან გაიწვიეს ალექსანდრე ბაქარის ძე რომელიც ვახტანგ მეექვსის ჩამომავალი იყო და ისიც იბრძოდა ქართლში მეფობისთვის და რამდენს არ ითხოვდა ერეკლე არაფრით არ გადმოსცეს მხოლოდ მას შემდეგ უთხრეს რომ დაეტოვებინა კავკასია ალექსანდრე ბაქარის ძეს რაც ეს ტრაქტატი დაიდო ამგვარად ეს ტრაქტატი ამაშიც ეხმარებოდა ერეკლეს რომ აი საგარეო ფაქტორი, ნუ ქართველები რომლებიც იბრძოდნენ ტახტისთვის, ესენი ჩამოეშორებინა გზიდან. აი ამ ყველაფერმა მიიყვანა იქამდე ესე ადვილი არ იყო მაშინ ამისი გადაწყვეტა ალბათ, მაგრამ როგორც გეუბნებით, მან ესე იგი როგორც ჩანს, მან კარგად ვერც კი წაიკითხა ეს, იმიტომ იქ ისეთი რაღაცებია აი განვიხილოთ ახლა. ახლა ზუსტად მაგას მივადგეთ. ხო, აი ზუსტად ყველაზე მთავარ ჩვენ ამოცანას, რომ აი რა არის რაში მდგომარეობს სხვაობა და პუნქტობრივად რომ მივყვეთ. ხო, აი თავიდანვე რომ დავიწყოთ, აი ტრაქტატის პრეამბულით რომ დავიწყოთ. დიახ.
აი ასეთია პრეამბულა. ადრიდან ერთმორწმუნოებამ ყოვლისა რუსეთისა იმპერიისა თანა ქართველთამან სახურა ფარველობითა აი რა წინადადებაა ესა შემწეობითა და შესავედრებლობითა მათ ერთადა და უგანათლებულესთა მათთან მფლობელთათა აი ვერ გაიგეთ ისეთია წინამდგომად მაჭირვებელთა რომელთაცა ქვეშე შევრდომ იყვნენ იგინი მეზობელთაგან თვისდა აი ისეთი ტექსტია რომ ვერ გაიგებ რისი თქმა უნდა აი ახლა ნუ იძულებულობა რუსული ტექსტიც მოვიტანო რომელიც სავსებით გამართულია და ძალიან კარგად იშიფრება от давнего времени Всероссийская империя по единоверию с грузинскими народами служила защитой, помощью и убежищем тем народам и светлейшим владетелям их против угнетателей. აქ ტექსტია, აქ შინაარსია. ეს ტექსტია და ის არის აბდაუბდა. არ ვიცი, ეს არის ადამიანო დათრობა 21 წელს. აი, ზუსტად ასე კაცო ვერ გავიგე ვერაფერი თუ ეს რუსული არ შეადაე თან რუსულ ტექსტს ხელი მოწერილი არა აქვს და წერია რომ ესე იგი რუსული ტექსტი როგორ ჩანს ხელმოწერილი დაიკარგავ. რა დაიკარგა გერაკ არის და აი მაშინ ვახტანგ გურულსა აქ რუსეთთან და რუსეთთან და იქ წერია რომ ჩვენო არ ქონდა იმისი პირობები რომ შეგვენახა ეს ყველაფერი და რუსული ტექსტიც დაიკარგაო. სინამდვილეში ახლა ამაზე უნდა მოეწერათ ხელი და არ უნდათ იმიტომ რომ ამით თვალნათლივ გახდებოდა რომ რუსულიდან არის ქართული ტექსტი თარგმანი. ამიტომ მათ ასეთი რამე დააწერეს მე ამ ტექსტ ტრაქტატისას რომ ქართული ტექსტიდან თარგმნილია რუსულად. არის პირიქით. აი შემდეგ კიდევ ნუ რუსულად სავსებით გასაგებია რისი თქმა უნდა და ესე იგი ქართული აი შემდეგი ფარველობამან ყოვლისა რუსეთისა თვითწყრობელთამან მეფეთა მიმართ საქართველოისათა ნათესავთა და ყმათა მათდამი მინიჭებულმან გამოიყვანა მოკიდებულება იგი უკანასკნელთა ამათ პირველთა მათგან რომელიცა უფროსღა იჩვენების რუსეთის საიმპერატოროსა ტიტლოსაგან ესე იგი ჯერერთი ტიტლო არის ტიტულ ანუ წოდება და დაწერეს პირდაპირ ტიტლო და საერთოდ აქაც აი გაუგებარია რას ტექსტი ნამდვილად და აი რუსულად როგორ არის покровительство всероссийскими самодержцами царям грузинским роду и подданным даруемое произвело из зависимости и ту зависимость из самого российского императорского титула. А ихла крайгулисмова из самого российского императорского титула. Иване მეოთხემ თვითნებურად თავის ტიტულებს მიუმატა ივერიისა და ქართლის, ესე იგი ქართლის არ ხმარობდნენ ისინი, მაგრამ ივერიისა და საქართველოს მბრძანებელი. აი ამას გულისხმობენ რომ თვითონ იმ ტიტულიდან გამომდინარეობდა რაც რუს მეფეებს ჰქონდათო. ანუ აი ეს რაც მაშინვე ჩაიდო რომ აი ოდესღაც მოვადრო და საქართველოს გახდება რუსეთის წილხვედრი და აი ეს ივანე მეოთხემ თავის ტიტულატურას დაუმატა. და აი ამაზეა მინიშნება და ქართულად ვერც გაიგებ რაზე არის ისთვის არის მოკლედ აი ასე ერთი კიდევ რამდენიმე მე სუმთელი მაგარჩეული მაგრამ რამდენიმე სხვა არა გავარჩიოთ დეტალურად ძალიან საინტერესო და კონკრეტულად ჩანს ეს სხვათა შორის არავის არ აქვს განხილული აი ასე სამწუხაროდ არ ჯავახიშვილი მხოლოდ ერთადერთი პიროვნება რომელიც ამბობს გააკორით მაგრამ ნამდვილად არსზე ეს არის ისიდორე დოლიძე რომელმაც გამოსცა ეს ტრაქტატი 1965 წელს გამოსცა თავის 8 ტომეულია ქართული სამართლის ძეგლები და მეორე ტომში 1965 წელს გამოვიდა და იმ მეორე ტომში
არის ეს ტრაქტატი გამოცემული და იქ ბოლოში ეს მაშინ ატყობა კრძალავდნენ იმას რომ ქართული და ესე რომ ეს არის რუსულიდან ქართულად თარგმნილი და არა პირიქით ამის აღნიშვნას ეტყობა კრძალავდნენ და მან მოახერხა ხა ეს ცნობილი პიროვნება იყო საგარეო საქმეთა სამინისტროშიც მუშაობდა უნივერსიტეტში დეკანი იყო და აი ასეთი რამ ეხლავე ვიტყვი ამას რომ აი ასეთი ტექსტი იმაში დაურთო თავის გამოცემას რომ ესე იგი აი ასეთი ტექსტი დაურთო რომ ეს აი მისი აზრით აი რას ამბობს ისიდორე დოლიძე ეს არის მხოლოდ იმაში შენიშვნებში რომელიც არის ბოლოს დართული წვრილი შრიფტით და ბევრმა არც მიაქცია ყურადღება საერთოდ ეს ტომი 500 ცალია სულ გამოსული და ამგვარად გააპარა ფაქტიურად მე არავინ არ მიაქცია მას ყურადღება და აი რას ამბობს და 65 წელს აი რას ამბობს მეორე ტომში აი ჩვენი დაკვირვებით ქართული ტექსტი რუსულიდან უნდა იყოს თარგმნილი აი ერთადერთი პიროვნება ვინც ამას ამბობს თუმცა რუსული ხელნაწერის გარეკანზე აღნიშნულია რომ ტექსტი თარგმნილია ქართულიდან რუსულად მაგრამ ეს გვიანდელი მინაწერია ჩვენს მოსაზრებას ამტკიცებს ქართული ტექსტის ენა რომელიც მეტწილად არის მეტისმეტად წიგნობრული მძიმე და მძნელად გასაგები თარგმნელი რუსული ტექსტების მიბაძვით ხელოვნურად ქმნის ტერმინებს რომელთაც იმდროინდელი ქართული დიპლომატიკა არ იცნობს ზოგიერთი სიტყვა რუსულიდან გადაუთარგმნელად არის შეტანილი ქართულში რუსული ტექსტის მოშველიების გარეშე თითქმის შეუძლებელია ქართული ზოგიერთი ადგილის გაგება აი ყველაფერი მოკლედ აქ ოღონდ არ შეუდარებია მეტი აღარ გაუკეთებ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი რა თქმა უნდა ყველაფერი ეს გამოცდილება ყველას გვაქვს გამორჩა ქართულ საზოგადოებას საერთოდ ამაზე არავინ არ აპელირებს რომ აი ასეთი შენიშვნა დაურთოთ არის ამ გამოცემულ ტრაქტატს ეხლა გავაგრძელოთ კიდევ რომ აი შემდეგი ტექსტი რომ და შემდეგ რთული და გაუმართავი ქართული ტექსტია. ინება დიდებულებამან იმპერატორებისა მისამან სრულისა ძალისა ქონებად უგანათლებულესი კნიაზი ჯერ ესე იგი კნიაზი საიდან გაჩნდა თუ რუსულიდან არ არის თარგმნილი იმპერიისა რომაულისა ეს არის საუბარი გრიგოლი პოტიომკინზე გრიგოლი ალექსანდროვიჩი პოტიომკინი ხედართა თვის და გენერალ ანშეფი მბრძანებელი სუბუქისა ცხენოსნისა განსწავლულისა და გაუსწავლელისა ესე იგი აი როგორი შეცდომა ესე იგი ქართულად ვერ მოიფიქრა რუსულად წერია რომ რეგულარნე и нерегулярны და განსწავლულისა და განუსწავლელისა და ესე იგი ეპიდემია სასაცილომდეა დასული ეს რომ ნაშკარად რუსულიდან არის თარგმნილი აი ახლა შევადაროთ რუსულად როგორც я императорское величество ну её смогёт машин её императорское величество уполномочить изволила светлейшего князя Римской империи Григория Александровича Потёмкина войск своих генерал-аншефа, повелевающего легкой конницей, регулярной и нерегулярной. Ქართულად არის აბდა უბდა თან ახლა განსწავლულისა და გაუსწავლელისა. ეს ხო, ну, არ ვიცი, ეს არის რაღაც ოდიოზური თუ რა ვიცი რა. გასაგებია, რა თქმა უნდა, ძალიან მარტივად შესამჩნევია. ხო და აი ასე რომ შეედარებინათ რუსული და ქართული ტექსტი, არავინ არ გააკეთა. ერთადერთი კიდევ ესე იგი ტრაქტატის დიდი გამომცემელი და დიდი მოღვაწე იყო გიორგი პაიჭაძე, ესე იგი ტრაქტატის გამომცემელი რუსული ტექსტის და ქართულის. წერს რომ გეორგიევსკის ტრაქტატი რუსულ ტექსტში წერს ფაქტობრივად თავიდანვე რუსულ ენაზე იყო შედგენილი და შემდეგ გადაითარგმნა ქართულად, მაგრამ ეს ვრცელი რუსული კომენტარი ერთვის და მერე უკვე
ბათილდება ეს ამბავი, იმიტომ რომ მე წერია ქართულიდან ითარგმნა და ასე შემდეგ. მაგრამ ეს თითქოს გაეპარა თუ სპეციალურად აი ეს ტექსტი რომ მე ქართულად თარგმნე და რუსულად წერია ეს საკმაოდ ვრცელ ტექსტში. ისე რომ აი ამ ორის გარდა მე ვერსად ვერ ვნახე რეალურად ის რომ აი ქართულიდან რუსულად კი არა, რუსულიდან ქართულად არის თარგმნილი. აი კიდევ გავაგრძელოთ ეხლა თვითონ ეს არის შესავალი რაც აქამდე განვიხილეთ. ეხლა ტრაქტატის არტიკულებზე, ანუ პუნქტებზე. არტიკული პირველი. უგანათლებულესობა მისი მეფე ქართლისა და კახეთისა სახელითა თვისითა მემკვიდრეთა და მენაცვალეთა თვისთა დღესასწაულობით უკუნსთქვამს რა სიტყვა უკუნსთქვამს ყოველსა ვალობასა ხო აი ეს ვალობა ეს იმ გამომცემელმა მიიჩნია რომ ეს ვასალობაო მაგრამ ვალი ეტობა ვალი ეს ხო ირანული სიტყვა ხო სპარსული ნუ ვასალობას ნიშნავს ალბათ ხო ამიტომ ვალობა მოც არა ვასალობას იმდენად არა რამდენადაც თანამდებობის პირია სამხარეობრივი მართველია ხო და ვალობასა ანუ ვითარსამე ტიტლოსა ხო აი ეს ოვლისაგან ესე მოკიდებულებისა სპარსთასა ანუ სხვათა დამპყრობელთასა ეხლა შევადაროთ რუსულ ტექსტს ხო იქ გამორჩა კიდევ რომ ის რო წერია რიმსკე იმპერიე 1769 წელს ეკატერინეს ხოვნით იმპერატორმა ავსტრიისამ მიუბოძა ეს რომის ასე ვთქვათ ვასალობა უკვე აღარ არსებობდა რომის იმპერია მაგრამ აი ამ პოჩომკინს გრიგოლ პოჩომკინს მიულობა ნუ ეგ რაღაცა ფანტაზიის აშლილობა სულ ქონდა რუსეთს რო აი რაღაცა დიდი ყოფილიყო ხო ეხლა აი შევადაროთ русულ текст его светлость царь Карталинский и Кахетинский именем своим наследников и преемников своих торжественно навсегда отрицается от всякого вассалитета или под каким бы то ни было титулом от всякой зависимости от Персии или иной державы. Ну, касагебия лапе. Да, эсеги შემდეგი მეორე არტიკული. ეს საინტერესო რა არის? ერთია რომ ეს კონკრეტული კონტრასტი აშკარა. მაგრამ როცა ეს ტრაქტატის პუნქტები აღმოჩნდა სკოლის სახელმძღვანელოებში. რითი ხელმძღვანელეს ისტორიკოსებმა ქართული ტექსტიდან გაიგეს ესა თუ რუსულიდან. აი აშკარად ვისაც კი ტრაქტატი განხილული აქვს რუსულ ტექსტს იშველიებს. ოღონდ არ აღნიშნავს ყოველთვის. არა. იმიტომ რომ ამის გაგება შეუძლებელია, რომ იმიტომ რაღაც აბდაუბდა თითქოს. ხო და მე ისე დალაგებულად გადმოდის, როდესაც რუსულ ტექსტი იშველიებდა. ეს ხო უნდა აღნიშნული ყოფილიყო, მაგრამ როგორც ჩანს, სასტიკი აკრძალვალი იყო ამაზე დადებული, იმიტომ რომ ამდენი ხანი არავინ არ მიაქცია ამას ყურადღება. აი მეორე არტიკული დიდებულება მისი რუსეთის იმპერატორისა აძლევს იმპერატორებრივსა თავსმდებობასა თვისსა მართლად დაცვასა ზედა აწინდელთა სამფლობელოთა მისისა უგანათლებულესობისა მეფისა ირაკლი თეიმურაზოვიჩისა აი ჯერ თეიმურაზოვიჩი რატო უნდა ყოფილიყო ქართულ ტექსტში ყველგან არის ირაკლი თეიმურაზოვიჩი თეიმურაზოვიჩი უკვე აშკარად ირაკლი თეიმურაზოვიჩისათა და წინა დაზდებს განვრცელებასა ესე ვითარისა თავსმდებობასა ეს გვარსა ზედა სამფლობელოსა რათა რომელნიცა წარმდინარეობასა შინა დროთასა გარემოებითა და განრჩევითითა ხატითა შესაბამისად სამფლობელოისა მისისა იპოვებიან პოვნილნი იგი სამფლობელოისა მისისა მიმართ დაიმტკიცებიან ესე იგი რაც ესე იგი ძალიან რთული გასაგებია მაგრამ აი რუსული ტექსტი ისე
Ее Величество дает императорское свое ручательство на сохранение целости настоящих владений его светлости царя Ираклия Теймуразовича, предполагая распространить таковое ручательство и на такие владения, какой в течение времени по обстоятельствам приобретены и прочным образом за ним утверждены будут. ესე იგი, გასაგებია, რომ აი ამას ითხოვდა სულ ერეკლე, რომ როდესაც ქართული მიწები ან სხვა, ჭარბელაკანი თუ ახალციხე შემოერთდება, რომ მას დაუმტკიცდეს ესენი და აი აქ არის ამაზე ლაპარაკი, მაგრამ თითქმის გადატანით არის ეს ყველაფერი. ყურადღებას იქცევს სრულიად გამართული რუსული ტექსტი, ასევე ის, რომ ერეკლე მეფე ყველგან მოხსენიებულია როგორც უგანათლებულესობა და მამის სახელით, რუსული ფორმით. ირაკლი ტეიმურაზოვიჩი. ესე იგი, რაც არ იყო საქართველოში მიღებული. მესამე არტიკული. იფიცოს დღესასწაულობით ერთგულებისათვის და გულსმოდგინებისა იმპერიისა რუსეთისა და უზენაეს შერაცხვისათვის ხელმწიფებისა და მფარველობისა ყოვლისა რუსეთისა იმპერატორთასა ესე ვითარითა ხატითა ვითარცა დადებულ არს ფიცი იგი არტიკულთა თანა წესი ესე თანა არს თანა აძს აღსრულებლად ყოვლად უგანათლებულესა მეფესა ქართლისა და კახეთისასა ირაკლი თეიმურაზოვიჩისა. ესე იგი, აქაც საკმაოდ გაურკვეველია, ერთადერთი რუსულ ტექსტთან შედარებით ქართლისა და კახეთის მეფე როა ეს ემატება ქართულ ტექსტში, რუსულ ტექსტში ეს არ არის. მაგრამ, აშკარად აი რუსული ტექსტი. Долженствует торжественно учинить присягу на верность и усердие к Российской империи и на признание верховной власти и покровительства всероссийских императоров по форме, прилагаемой при сём трактате. Обряд сей и ныне исполнен да будет со стороны светлейшего царя Ираклия Теймуразовича. რუსული ტექსტი სავსებით გასაგებია, რისი თქმა უნდა და ხო, აი აქ არ არის მხოლოდ როგორც გითხარით, ქართლი კახეთის მეფე რო არის, ეს ქართულში დაუმატეს მარტო და დანარჩენი გასაგებია რუსული ტექსტი. ეხლა ესე იგი მეოთხე არტიკული. დამტკიცებისათვის ვითარმეთ ჰაზრი მისისა უგანათლებულესობისა განსჭითა ესოდენ მჭირსისა შეერთებისა ყოვლისა რუსეთისა იმპერიისა თანა და აღსარებისათვის უზენაესისა ხელმწიფებისა ყოვლად უბრწყინვალესის ამის იმპერიისა მფლობელთასა ვითარმეთ არიან უზაკველ, ხოლო ოდეს იგი მრავალნ მათ მიერ დესპანი, ანუ წერილნი, ჰყოფს განზრახვასა უპერუელესისა მიმართ მესამზღვრისა, მთავრისა და მინისტრისა მისისა იმპერატორების დიდებულებისასა, უკუნქცევისათვის დესპანთასა და შესაფერისათვის სიტყვის გებისა მფლობელთა მათ მიერ. ესეც არის ძალიან რთული გასაგებია. აი მე რაც შევამჩნიე, აი ძალიან არის აი ეს აზიური გაგება, აზიური დიპლომატიის გაგება. აი გავიხსენოთ ჩვენ ქონა ესეთი როცა გიორგი ბრწყინვალეს ეგვიპტის სულთანმა რო გამოუგზავნა და რაღაც ერთი 200 სიტყვა არის, რა ვიცი, ჯერ სამღეგრძელო რაღაც 1000 გვარი და ბოლოს რაღაცა რაზეც არის სათქმელი, ალბათ ის არის ერთი და ხო და აი ახაც რაღაცა ესეთი აი აშკარად ჩანს ჩვენი დიპლომატიის ჩამორჩენა უკვე აზიურ კალკზე გადასვლა იმის სპარსულ ოსმალურ კალკზე ასპარსულზე უფრო მეტად და აი ჩანს ეს რაღაცა არასაჭირო საფრთხეები და თანაც ტექსტი არ არის გამართული. არის ესე იგი თუ რუსული ტექსტი არ მოიშველია ვერ გაიგებ კარგად რაზეა საუბარი. აი მაგალითად ეხლა რას ამბობს ამ ასე თქვა არტიკულში რუსული რუსულში. Для доказательства, что намерения его светлости в рассуждении столь
тесного его соединения с Всероссийской империей и признания верховной власти и покровительства всепресветлейших тоя империи, всепресветлейших, тоя империи обладателей суть непорочный, а когда от них приедут посланцы или присланы будут письма, оные, принимая советовать с главным пограничным начальником и с министром Ее Императорского Величества о возвращении таковых посланцев и о надлежащей их владетелям отповеди. გასაგებია აქ რასაც თხოვენ და რასაც ადგენენ რუსეთის იმპერიას და მიმართებაში. ეხლა მეხუთე არტიკული. ეს პატარა მუხლია, მაგრამ ბოლო წინადადება არის საინტერესო. გარდა ამის სახნებავს, რათა კერძოიცა თვისით უესმცა მინისტრი რუსეთისა წინაშე მისისა уганатhlebulesобиса. Русский текст. И сверх того соизволяет и со своей стороны содержать при его светлости российского министра или резидента. А эсэцки картулат каргат арарис гасагеби ро ესე იგი რო ნებას რთავს რომ თავის რეზიდენტი ყავდეს. ამას ვინ არჩენს? ჩვენი მთავრობამ უნდა არჩიოს. და ეგ კიდე ვერ გავიგეთ საერთოდ მიგრაცია კონკრეტია. ხო, ის საერთოდ გაუგებარია რა წერია იქ. ხო, აი მე-6 არტიკულში ქართულ ტექსტს ემატება მხოლოდ კახეთი, რაც რუსულ ტექსტში არ არის. პირველი ქვეპუნქტი ეს ქვეპუნქტებად არის დაყოფილი. ერთა მის სამეფოისათა შერაცხს ყოფათ მჭირსითა კავშირითა სრულით თანახმად იმპერიისა თანა თვისისა მაშასადამე მტერთაცა მათთა შეხრაცხს მტრად თვისსა რომლისათვისა პორტის ათამანისა თანა ესე იგი ხონთხრისა ჩხილებში წერია ათამანისა ანუ სპარსეთისა ანუ სხვათა მპყრობელთა და სამფლობელოთა თანა მშვიდობაი დამტკიცებული სათანადო არს რათა განგრძელდეს დიდებულებისა მისისა დასაფარუელთა ერთაცა ამად ზედა. Да и русский текст. Народы тех царств почитать пребывающими в тесном союзе и совершенном согласии с империей и, следственно, неприятелей с портой атаманской или Персией, или за своих неприятелей, чего ради мир с портой атаманской или Персией, или иной державой и областью заключаемой должен распространяться и на сии покровительствуемые ее величеством народы. აი აქაც იმაზეა ლაპარაკი, რომ თუ დამატებითი ტექსტი, ესე დამატებითი ტერიტორიები მიიღო ერეკლემ, რომ ისინი შევა უკვე მფარველობაში რუსეთის. აი მე-7 არტიკული, მე-3 ქვეპუნქტი. ყველა აქ უკვე მთლიანად არ მაქვს ტექსტები, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი. განწესებასა შინა კაცთასა თვისისა სამეფოისათა ადგილთა ზედა და აღყვანებასა ზედა მათსა ხარისხთა შინა ანუ აღსავალთა რომელთამე რათა უსაკუთრესად აჩვენოს მცა უდიდესობაი მსახურებისათვის რუსეთის იმპერიისა ესე ვითარსა პატივისცემასა ზედა მოკიდულ არს განსვენება და ბედნიერობა ქართლისა და კახეთის სამეფოისა. აქაც საკმაოდ ეს არის რთული გასაგები, აი რუსული ტექსტი. В определении людей к местам и возвышении их в чины отменное оказывать уважение за заслуги перед Всероссийской империей, от покровительства, кое зависит спокойствие и благоденствие царств Каталинского и Кахетинского.
აი აქაც ფაქტიურად რუსულად გასაგებია რა ყველაფერი. ხო, აი ახლა განსაკუთრებით საინტერესოა მერვე არტიკული, რაც ეხება ეკლესიას და კათალიკოსს. აი აქაც არის ძალიან საინტერესო ერთი რამ. აი რა ქართულად წერია ასე. კათალიკოსსა, ანუ უმთავრესსა არქიეპისკოპოსსა მათსა, რათა აქ უნდეს ადგილი რიცხვთა შორის რუსეთისა მღვდელ მთავართასა მერვესა შინა ხარისხსა, ესე იგი ას შემდგომად ტობოლსკისა და ყოვლად უმოწყალესობით მიუბოძებს მას ნიადაგ ტიტლოსა უწმინდესის სინოდის ჩლენობისასა. აი ახლა აქ წარმოგიდგენიათ რომ ესე იგი სინოდის ჩლენობა, ესე იგი წევრობა ვეღარ მოიფიქრა და ჩინადის თანაც აი რა არის აქ საინტერესო რომ კათალიკოსის განმარტება ფაქტიურად რომ უმთავრესა არქიეპისკოპოსსა მათსა ესე იგი ეს რუსეთში იწერება და ამიტომ საქართველოს მესამე პირში მათსა აი რუსულად აი უფრო კარგად ჩანს კათალიკოს или начальствующий архиепископ их ესე იგი თუ საქართველოსია მაშინ их რატო უნდა იყოს ჩვენი და არა их чтобы состоял местом в числе российских архиереев 8 степени именно после Тобольского всемилостивейший, жалуя ему навсегда титул святейшего синода члена. ეს ნიშნავს იმას, რომ ხელშეკრულების ხელმოწერით თან ჩვენი ეკლესიას დაექვემდებარა რუსულ ეკლესიას. ფაქტიურად ანუ პრაქტიკულად გადაეცა ერთგვარი ლეგიტიმური უფლება, რომ ავტოკეფალია გაგიუქმოს. ხო, მე ეს ცოტა მოგვიანებით მოხდა 1911 წელს, მაგრამ ფაქტიურად იმათი მეთაურიო, აი კათალიკოს состоял, ასე იგი ჩვენთანაც უნდა აღიარებული იქნას, როგორც მერვე ადგილზე მყოფი. თანაც ეს ტობოლსკი არის შუა ციმბირში და იმის შემდეგ რატომ უნდა ყოფილიყო ქართული ეს უძველესი ქართული ეკლესია უძველესი კი არა და ალბათ საწყისებში ხო საერთოდ ქრისტიანობის ხო და ამიტომ ეს არის აი აქ ძალიან კარგად გამოჩნდა რას უპირებდა ქართულ ეკლესიას რუსეთი საერთოდ და მე ამიტომ ვფიქრობ ეს ალბათ წესიერად წაკითხულიც არ ქონდა ამას რომ წაიკითხავდი ვერ გაიგებდი იმ ჩადებულ მზაკრობებს რომელიც დევს მაგრამ აქ იმდენი რაღაცა მე როგორც წეგან აღნიშნე რაღაცა მე-15 ჭიქის მერე მოსული ლექსიკები რომ ალბათ ვერ გაიგებდი ამას ხო ვერ გაიგებდი და უბრალოდ ერეკლე და მოაწერა ბოლოში ერეკლე და შიგნით არც შენიშვნა არაფერი არ ჩანს მისი ხო უნდა რაღაცა დაეწერა გვერდზე რომ მე არა ვარ თანა აი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი სამეფო ტიტულების დამტკიცება რუსეთის იმპერიის მიერ აქ როგორ წერია ქართულად და როგორ წერია რუსულად ხო აი ქართულად ფაქტიურად მისი უგანათლებულესობა ირაკლი თეიმურაზოვიჩი აი იგივეა რუსულად ფაქტიურად უგანათლებულესობა ეს დიდ თავადებს ეხებოდა ხოლმე რუსეთში და ეს არ არის შესაბამისი მეფისა და ამავე დროს რუსული ფორმა რომ თეიმურაზოვიჩი ქართულად რატომ უნდა ყოფილიყო მაგრამ აი ეს არის აქ აშკარად ესეც კი არ მიაქცია ყურადღება ერეკლე რომ რატომ იყო თვითონ თეიმურაზოვიჩი და რატომ არის ის როგორც უგანათლებულესობა მოხსენიებული და არა მე სვიტეიშისტო ხო არა სვიტეიშისტ ეს საეკლესიო ტერმინია სვიტეიშისტო კი არა привасходительство его привасходительство ეს არც არ არის ეს привасходительство ყველგან სვიტეიშისტ ესა უგანათლებულესობა და ესე იგი აქ აშკარად ეს ტობოლსკი ალბათ ახალი და ისე თვითონ ქალაქი მე-16 საუკუნეში დაარსდა ტობოლსკი მაგრამ ეკლესია როგორც ჩანს არ იყო ძალიან ძველი იქ და აი მერვე ადგილი იმ ტობოლსკის ანუ ციმბირის ქალაქის შემდეგ ეს ხო როგორი შეურაცხყოფა იყოს ქართული ეკლესიისათვის და დანარჩენი პრობლემები მერე განვიხილოთ აქვე წერია ესე იგი ფაქტიურად
მერვე ადგილზე დათანხმდა, იმიტომ რომ ეს არის ოფიციალური დოკუმენტი და ამას რო ხელს აწერ, ესე იგი ყველაფერი რაც შიგნით წერია, შენ მისაღებად მიგაჩნია. და აი აქამდე კაციშვილმა არ მოიფიქრა, რომ ეს როგორ შეიძლება იყოს ხელმოწერილი ქართველი მეფისგან და უკრიტიკოდ მიღებული ყველაფერი რაც აქ არის მოტანილი და მათ შორის ეკლესიაზე თანაც აი წარმოიდგინეთ რო წერია რომ ესე იგი მათი კათოლიკოს или начальствующий архиепископ их ანუ მათი აქ სადღაც გაეპარათ რომ მათი რატო როდესაც თუ ქართულიდან არის თარგმნილი პირიქით უნდა იყოს ჩვენი და არა მათი და აქ არის აშკარად თანაც განმარტებაა რომ архиепископ их ესე იგი კათოლიკოსის განმარტება ეს არის რუსეთში გაკეთებული აშკარად და ნუ აი ამას მოაწერა ხელი ერეკლე სრულიად ზედმეტი იყო ესე იგი კათოლიკოსის განმარტება და მათი ასევე ამის დასტურია რომ ის რუსულიდან არის თარგმნილი გამოთქმა სინოდის ჩლენობა ნუ ესეც ხო აშკარად ახლა ნუ საიდან უნდა მოსულიყო სინოდის ჩლენობა სინოდის წევრობის ნაცვლად აი მე-9 არტიკული გავრცელებისათვის მოწყალებისა თვისისა ყმათადმი მისისა უგანათლებულესობისა მეფისათა თავადთა და აზნაურთათვის განაწესებს დიდებულება იმპერატორებისა მისისა ვითარმეთ ყოველნი იგი ყოველსა შინა ყოვლისა რუსეთისა იმპერიასა იქმნებიან ესრეთ სარგებელ ყოვლითა მით უპირველესობითა და სარგებლითა რომელნიცა შეეფერებიან русეთის კეთილშობილთა Русули тексты. Простирая милость свою к подданным его светлости царя, князьям и дворянам, ее императорское величество устанавливает, что оные во Всероссийской империи будут пользоваться всеми теми преимуществами и выгодами, кое российским присвоены. Ну, გასაგებია აქ. გაუთანაბრა ჩვენი თავადაზნაურობის უფლებები რუსულ თავადაზნაურობის. აი აქვე ვიტყვი რომ ესე იგი მოითხოვეს ესე იგი ესე იგი ჩაეწერა ერეკლეს, ჩამოეწერა ყველა თავისი თავადაზნაური. და საინტერესო ის არის რომ მან მართლაც ჩამოწერა, მაგრამ რუსულ ტექსტში ქართული გვარები არის საშინად დამახინჯებული და სულ ოვზე გადაყვანილი. და თანაც ესე იგი რაღაცა შეცდომა, იმიტომ რომ ჯერ არ მოწერილა ეს ხელშეკრულება და ის სია დათარიღებულია ქართულად 28 ივნისით და რუსულად 18 ივნისით. ესე იგი რაღაცა მან დაერია და არ არის სწორი ეს ციფრები, მაგრამ თქვა წინასწარ მოამზადეს. რუსული ჩამოწერილი სია ქართველი თავადაზნაურობისა არის პირდაპირ აი იცით ზოგან ისეთი დამახინჯებულია ტექსტი, ესე იგი საერთოდ არ აინტერესებდათ ის გვარები და თან სულ ყველას აქვს მიმატებული და ამგვარად უკვე თავიდანვე კარგად ჩანდა რომ რასაც აპირებდნენ მე. აი ახლა კიდევ მე-11 არტიკული და არა ესე იგი რომელი მე-10 არტიკული და მე-11 არტიკული ვაჭრობასა ქართლისა და კახეთისასა აქუს თავისუფლებაი რათა განავაჭროს სავაჭროი თვისი რუსეთსა შინა და ისარგებლონ მითუე სამართლითა და პატივისცემითა რომლითაცა მკვიდრი რუსეთისანი სარგებლობენ გზავრ განვლელთა რუსთა ვაჭრობისათვის სხვათა შინა ადგილთა ამისთვის რომელ გარდა ესქუარისა, ნამდვილისა, განწესებისა და ზავისა სარგებელთათვის ვაჭრობისათა ადგილი ქონებად შეუძლებელ არს. Ესე იგი, აი რუსული ტექსტი. Купечество Карталинское и Кахетинское имеет свободу отправлять свои торги в России, пользуясь теми же правами и преимуществами, коими природные российские подданные пользуются. Ну, гасагебиак.
приезд их, российских купцов, для торгу и в другие места, ибо без такого точного постановления и условий о выгодах его купечества места иметь не может. Ეხლა რა მინდა კიდევ თქვა, რომ აი 1784 წელს ეს უნიკალური ცნობა კიდევ რომელიც მოტანილია არქივში და არავის ყურადღება არ აქვს მიქცეული, რომ ეს 1784 წელს აი ეს ბატონი პავლე პოჩომკინი მისულა ეს არის ძალიან ზუსტი, იმიტომ რომ ეს პიროვნება ვისაც ეს აქვს მოტანილი ყოველთვის ზუსტად ძველ ტექსტებს იწერს და აი ესეთი რამე აქვს ჩართული მას რომ აი რომ ესე იგი აი რა მისულა ერეკლესთან და უთქვამს რომ შენ ქართლის შემოსავალიც გექნება ნაწილობრივ და კახეთისა მთლიანად შენი იქნება და მართლობას თავიდანებდა და რუსეთის იმპერატორს გადაეცია. ეს არის უნიკალური ცნობა, რომ აი ასეთი ტექსტით მიმართა 1784. ანუ ერეკლემ სიცოცხლეშივე უკვე იგრძნო კონკრეტულად გაცხადებული გეგმა, რას აპირებდა რუსეთი. ხო და აი ამ მიმართვას მან საერთოდ არ უპასუხა, არასერიოზულად ჩათვალა, მაგრამ ნუ ძალიან კარგად ჩანდა, რომ როცა ამას გეუბნება რუსეთის უპირველესი წარმომადგენელი, ესე იგი, ნუ რამდენად გათავხედდა უკვე, რომ ესე იგი, შენ პენსიაზე გადი, ხელფასი და ფული გექნება და ჩვენ დაგვითმევ მმართველობა. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ესე სხვა საბუთებს შორის არის არქივში, საქართველოს არქივში და უკვე მართლაც კარგად დაინასხა სუსხი ერეკლემ ამ რუსეთთან ურთიერთობა. ხო არ გქონდა ერეკლეს ესეთი განცდა, რომ ანუ კი დადო ეს ხელშეკრულება რუსეთთან, მაგრამ მას შეიძლება ქონდა ილუზია, რომ რუსეთს იყენებს და ჯერ არავითარი რუსული, ასე თქვათ, ინფილტრაცია არ მომხდარა, სწრაფად აქ წარმოუდგენა, ინფილტრაცია არ მომხდარა, ორი პოლკი გამოაგზავნეს და რა ვიცი ხა თუ საჭიროა კიდე გამოაგზავნეს და იმ ორ პოლკსაც ჩვენ ვარჩენდით, ხო თან? კი, არა, ყველაფერი აქედან ხდებოდა. ხო, ჩვენ უნდა გვერჩინა კიდე ეს ორი პოლკიც. და აი ეს ინფილტრაციას კიდე ვერ გრძნობს ჯერ, ალბათ შეიძლება, მაგრამ სინამდვილეში არა, უკვე ძალიან ძიმე სიტუაცია, იმიტომ რომ როდესაც თურქეთთან დაიძაბა ურთიერთობა, ის ორი პოლკიც უკან გაიყვანა რუსეთმა და იქნებ ჩათვალა, რომ აი მე დაიწერა და აი რაც დაწერილა წერონ და იკითხონ, ის არაფერს აღარ ნიშნავს. ეს ხო არ გონია ამას. ნუ შეიძლება ნაწილობრივ ფიქრობს, მაგრამ ნუ რუსეთი ის არა, ის ქვეყანა არა, რომელიც რაღაცაზე ხელს მოაწეს და მეტად ხვის არ ამოიღებს იმას თავის სასარგებლოდ, ხისგან. ხო, ეგ არ იცის. ეგ არ იცის ჯერ კიდევ ბოლომდე ნამდვილად, თორე უნდა და ესე იგი მოეხდინა ამ ხელშეკრულების რატიფიცირების გაუქმება. გაუქმდა? არა, არ გაუქმებულა. ბოლომდე იყო დარჩენილი და მე ნუ აგერ მისი სიკვდილის შემდეგ გასაგებია რაც მოხდა. ეხლა ნუ მე მგონი აღარ ღირს ახლა ყველა აი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი, აი ეს რაღაც აღნიშნე. პუნქტ ხელშეკრულებაში არის ურთიერთსაწინააღმდეგო პუნქტები. ერთი ეს არის, რომ ვითომ რუსეთი არ ჩაერევა ჩვენ საშინაო საქმეებში, მაგრამ ამავე დროს იგივე ხელშეკრულება გვავალდებულებს, რომ საგარეო პოლიტიკაში ვართ შეზღუდულები, მხოლოდ რუსეთს უნდა შევუთანხმოთ ყველაფერი, პლუს რუსეთიდან მოგდის მომავალი ხელმწიფის რატიფიკაციის ნიშნები. ეს ახლა რანაირად არ არის ჩარევა ჩვენ საშინაო საქმეებში, თუ ჩარევა კი არა და გადაბარება არ არის. ნამდვილად ასეა და აი მე მინდა კიდევ ერთი ციტატა წავიკითხო. ერეკლე რა მდგომარეობაში აღმოჩნდა. ესეც რუსეთის სამხედრო ისტორიული არქივიდან არის და ნუ იქ ახლა დღეს ვერავინ იქ ვერ შევა, მაგრამ თავის დროზე ზურაბცკიტიშვილმა და მამია დუმბაძემ აი ეს მოიტანეს აი ეს ციტატა, რომელიც სასოწარკვეთილებას აჩვენებს ერეკლეს. 1786 წლის 8 აგვისტოა. ერეკლე წერს გარსევან ჭავჭავაძეს რუსეთში.
ნურც ათქმევინებ ვისმე ამასა რომ დიდის ეკატერინეს ჟამსა და ხელმწიფობაში რუსეთის შეერთების მიზეზით ანუ რუსეთთან შეერთების მიზეზით და მოუშველებლობით დაიქცა საქართველო მას ვისთან მივიდე და ვის გამოუცხადო ჩემი ტკივილი ოსმალეთთან მივიდე მიმიშვებენ ყიზილბაშებთან მივიდე შემიწყნარებენ დაღესტნელებთან მივიდე მიმიღებენ ამაზე მეტი ესე იგი რაღა უნდა ეთქვა ერეკლეს ესე იგი სრულიად განადგურებულია ის და მე თავისით მოახერხა ოსმალეთთან რაღაცა ხელშეკრულება მაგრამ აი ამას რო ეტყვის თავის ელჩს რუსეთში აი ამ ტექსტს რო ეტყვის ესე იგი მან შესანიშნავად დაინახა რომ სამივე საშიშროება კიდევ უფრო გამძაფრდა მაგრამ რუსეთი არაფერს არ ეხმარება ამათ წინააღმდეგ ამათ ინტერესებს რომ დაეცეს რაც შეიძლება შესუსტდეს და მე ძალიან ადვილად მოხდეს მანიპულირება იმიტომ რომ საბუთი აქვს ეს დაახლოებით იგივეა ბინა რომ შესყიდული გაქვს ვიღაცა ცხოვრობს შენს ბინაში უბრალოდ ელოდები როდის დატოვებს ეს ბინას და დატოვო მერკარით რაღაცა ამ დაგვარი სქემა აქვს რა დასუსტებას ელოდება აშკარად ყველაფერში და თან იცით რა არის გადამალულია ის ყველაზე საინტერესო საიდუმლო დოკუმენტები რაც გამოაქვეყნა ათეულობით წერილი იასე ცინცაძემ და სხვებმა ეს ყველაფერი მაინც გადასინჯულია და ისეთი ძალიან აშკარა ტექსტი ხო იქ ერთი ორგან ამბობს ეს პავლე რომ ჩემი კონფიდენტების მოხსენებასო A და B ლიტერით გიგზავნითო და ის აღარ არის ის ტექსტი ესე იგი თავიდანვე სულ გადააფურცლეს რაღაცები გაანადგურეს რაღაცები სხვა ფონდებში წაიღეს ისე რომ საბჭოთა დროსაც არ შეიძლებოდა ყველაფერი გენახა რას იმიტომ რომ ის ვინ იყვნენ ეს A და B რომლის მიხედვით რომელთა სახელებშიც არის დამალული მოხსენებები საქართველოში რა ხდებოდა ის დღემდე გაურკვეველია და ნუ საერთოდ დღეს ხო შეუძლებელია რუსეთის არქივებში მუშაობა და მაშინ ნუ თავისუფლად შეიძლებოდა იქ მუშაობა მაგრამ აი ეს ერთი ათეულობით არის ეს წერილი როგორც გითხარით სიმონ ეგნატაშვილის მიერ თარგმნილი და ეს სიმონ ეგნატაშვილი ვინ არის ეს არის ვახტანგ მე-6-ის მიერ წაყვანილი თავის დროზე და იქ უკვე გარუსებული და როგორც ჩანს ის აი ამ ქართულ თარგმანში ქართული ალბათ უფრო ცუდად იცის და ის მონაწილეობდა აი ამ თარგმანში და რუსული კარგად იცის და რუსული იცის ხო იმიტომ რომ ნუ იქ უკვე გარუსდა ხო და ამგვარად აი ეს ხელშეკრულება სულ სხვანაირად უნდა იქნას განხილული და უნდა ითქვას რომ ეს იყო ერეკლესგან სამწუხაროდ გაუაზრებლად ხელის მოწერა იმიტომ რომ მაშინ მას უნდა ხელი მოეწერა შენიშვნებით და არა უბრალოდ მოეწერა. კი, აებრუნებინა და ახალი რედაქცია მიიღო. კი, და ერთგან წერს ეს პავლე რომ ის 1-2 ადგილიო რაც ცოტა გვეპარებოდა, ეჭვი მაინც ისე გავიდა როგორც ჩვენ გვინდოდა. ესე იგი 1-2 რაღაცა შეასწორეს, ის არ ჩანს რაზეა საუბარი, მაგრამ ისიც ისე გავიდა როგორც ჩვენ გვინდოდა. ამიტომ აი ეს პავლე პოჩომკინი ჩემის აზრით ეს არის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი ამ ხელშეკრულებას. აი მე ახლა ამ ისტორიაში რაღაცა საინტერესო დრამას ხედავ იმ თვალსაზრისით რომ იქ ვენაში გაგზავნილი წერილებიც. ეს გიორგიევსკის ტრაქტატის წერილიც, სტილისტიკა როგორც არის დაწერილი. აი არ აქვს სრული ადეკვატური აქმა თანამედროვე დიპლომატიური კულტურის, სტილის, სტრუქტურის და დონის რა. ეხლა იქ რო გააგზავნი ქართულად და ვისი იმედი გაქვს რომ იქ ვინ წაეკითხოს. ან რო გააგზავნი თუნდაც თურქულად, მაგრამ იქაც გააგზავნი და დაგვეხმარეთ ფულით, მაგრამ აი მოიცა იმან რა უნდა მიიღოს ამით. ეს ხო არ არის, ეს ხო არ არის დიპლომატია რა. რა თქმა უნდა. ესეთი ფორმა, ანუ
ეს არის ისე მეამიტური ინტერპრეტაცია, რომ ქრისტიანული სამყარო და ქრისტიანობასთან ერთხელ. არავინ არ დაგეხმარება, ესე არ არის და ასეთივე მეამიტური ინტერპრეტაცია ალბათ აქაც ჩანს გიორგიევსკის ტრაქტატის დადებაში, რომ არგუმენტი, რომ ისევ რელიგიური იდენტობაში რაღაცა საერთო გვაქვს და ხო არ გაგვიკეთებს ახლა ცუცს და ცუცს კი არ გაიკეთებს, ამაზე ცუცს ვერავინ ვერ გაიკეთებს. ხო და აშკარაა რომ რაღაცა პოლიტიკური აზრი, პოლიტიკური კულტურაც აი ძალიან ჩამორჩენილია. სხვათა შორის კიდევ როგორ ჩანს რუსეთმა იცოდა მისი გაგზავნილი წერილების შესახებ და ორივე კათოლიკური პატრებს მიქონდათ და ორჯერ გაატანა ერეკლე. გზაში უცბად გარდაიცვალნენ. ესე იგი მოკლა რუსეთმა ორივე, ერთი ბერტიჩევსი, მეორეც გზაში და ნუ მერე ბოლოს მაინც მივიდა, მაგრამ როგორც გითხარით, წერენ იმაში ვენეციის არქივის შეისწავლა ეს ლუიჯი მაგაროტო, რომ გაუგებარი დარჩა საერთოდ რა სიტყობდა ერეკლე იმ ბოლო ორი ქართული წერილით და საერთოდ არც კი განუხილიათ ეს წერილები სენატში, არაფერი არ დევს იმის მაუწყებელი, რომ განიხილეს და რაღაც დადგენილება მიიღეს და თვითონ მაინც ეს მოკრძალება დავძლიეთ ჩემიო რომ და გთხოვთ ახლა ფული მომეცითო და ეს ხო მართლა ძალიან პრიმიტიული იყო. ნუ ფული მომეცით ეს არ არის რაღაცა ისეთი რამ რაც ახლა იმ დროინდელ უკვე ევროპაში მიღებული იქნებოდა რომ ნუ ერთი კარგი იმას შევადგენო სამხედრო შენაერთო და ნუ ქრისტიანობა იქნებოდა. ესე იგი ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ჩამორჩენილობის მაჩვენებელია და ძალიან სამწუხაროა რომ აი ამ საკითხებში ერეკლე ვერავინ გვერდში ვერ მონახა. წერს იმ თავის გარსევან ჭავჭავაძეს, მაგრამ სანამ იქ მივა, ის ყველა მისი წერილი გაშიფრულია. და სანამ მასთან მივა, ის უკვე 10 ჯერ არის გადმობრუნებული და მე როდის იქიდან მოვაკიდებ და ასე შემდეგ. ისე რომ აი როგორც ჩანს, არც კი ყავდა ბოლოს მას გამზიარებელი მისი აზრები. ხო, ალბათ ეს პოლიტიკური აზრის მარგინალიზაცია ვახტანგ მე-6-ის მიერ მთელი ინტელიგენციის წაყვანითაც შედგა და ხო, ნუ აი აქაც ჩვენ ხედავთ ნუ ვახუშტი ბაგრატიონი კარგია მეცნიერი ერთი. ხო, ნუ ეს გასაგებია, მაგრამ დანარჩენი შვილები ისიც კარგია ლევანი. ხო, არა, ნუ ვახუშტი ამის შვილი არ არის, მაგრამ ზოგადად ეს წინა პერიოდი, მაგრამ ნუ ძალიან გამორჩეული და მართლაც ძალიან ნიჭიერი, მაგრამ ამას თვითონ აი ნუ განათლებულები კი იყვნენ ახლა აი დავითი მაგალითად რუსეთში გახდა. ხო, ჩვენ მერე დავგეგმოთ ჩვენი დისკუსია კრწანისის ბრძოლაზე და დავგეგმოთ რუსეთის მიერ ქართლ-კახეთის ანექსიას დისკუსია. ამით მურჩეთ ჩვენ დღევანდელი დისკუსია იყოს ესეთი სპეციფიური და მოკლედ ჩაკეტილი თემით. ძალიან საინტერესო იყო. ძალიან ბევრი რაღაცა რთულ თემას შევეხეთ და ერთგვარი პლატფორმა მივეცით ჩვენ თავს რომ გავაგზავნოთ დისკუსია ძალიან მნიშვნელოვან თემებს. მადლობა ბატონო. მადლობა ნამდვილად. მეგობრებო, ეს გახდათ გადაცემა ცოდნის არქეოლოგია, მე ირაკლი მეფარიშვილი, ბატონი ვაჟა კიკნაძე. მოგახსენეთ გიორგიევსკის ტრაქტატის შინაარსის ანალიზი. დარწმუნებული ვარ, რომ საინტერესო იყო თქვენთვის, იმიტომ რომ ბევრი რამ ისეთი მოვისმინე ბატონი ვაჟისგანაც ჩემთვისაც უცნობი იყო და თქვენს იმედი მაქვს მოგცემთ მნიშვნელოვან საზრდოს განშისთვის და ანალიზისთვის. მადლობა ყურადღებისთვის, მომავალ შეხვედრაზე.